ბაში თუ თქვენ სატრანსპორტო საშუალებას სამართავად იმ პირს გადაეცით, რომელიც ნასვამია, 30 ქულა დაგაკლდებათ. თუ იგივე ქმედებას 1 წლის განმავლობაში კიდევ გაიმეორებთ, ან სატრანსპორტო საშუალებას იმ პირს ათხოვებთ, რომელიც ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაშია, 40 ქულით ნაკლები გექნებათ. თუ არ გამოიყენებთ უსაფრთხოების ღვეძს 5 ქულა გაკლდებათ. ასევე 5 ქულა დაგაკლდებათ თუ მოტოციკლეტის მძღოლი ან მგზავრი შეკრული ჩაფხუტის გარეშე იმგზავრებს. ავტომობილის მართვის დროს ტელეფონზე საუბრისთვის 15 ქულას დაემშვიდობებით. თქვენ 5 ქულა დაგაკლდებათ იმ შემთხვევაში, თუ თან არ გექნებათ მართვის მოწმობა, ასევე ავტომობილის მართვის დროებითი ნებართვა. 10 ქულა დაგაკლდებათ სიჩქარის გადაჭარბებისთვის. თუ გადაჭარბებული სიჩქარე 40 კმ/სთ-ზე მეტია, 20 ქულით ნაკლები გექნებათ. 30 ქულას დაემშვიდობებით, თუ სიჩქარის გადაჭარბებამ საავარიო ვითარება ან მოძრაობის შეფერხება გამოიწვია, ხოლო თუ ასეთ შემთხვევას გზის, ავტომობილის, სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, 40 ქულით ნაკლები გექნებათ. იმ შემთხვევაში, თუ ქვეითთა გადასასვლელზე ქვეითებს გზას არ დაუთმობთ, ან საფრთხეს შეუქმნით მათ 10 ქულა. მსგავსი ქმედების 1 წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში კი 15 ქულა დაგაკლდებათ. უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა 10 ქულას წაგართმევთ. 1 წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევის განმეორება 20 ქულას. მაგრამ თუ გადაკვეთთ ღერძულა ხაზს და საპირისპირო ზოლში დაიწყებთ მოძრაობას, 30 ქულით ნაკლები გექნებათ. ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა 20 ქულას დაგაკლებთ. ასევე თუ თქვენ მართავთ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც დადგენილ ნორმაზე მეტად აბინძურებს ჰაერს, 10 ქულა დაგაკლდებათ. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან ავტომობილის უკანონოდ გადაადგილების შემთხვევაში 15 ქულას დაემშვიდობებით. და სწორედ ამ თემის დეტალებს გავიგებთ ჩვენი სტუმრისგან. გვიერთდება აღნიშნული პროექტის ინიციატორი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მაშასე შალვა ხუციშვილი, 37 წლის იურისტი, შინაგან საქმეთა